საენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს ინიციატივით გორში სადემონსტრაციო პროექტის პრეზენტაცია შედგა. მე-16 საბავშვო ბაღში დღეიდან მზის ენერგიით გათბებიან. გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა პროექტი, რომელშიც ჩართულებიანია გარემოს და ენერგეტიკის სამინისტროებიც. ამ პროექტის მიზანი ბუნებრივი წიაღისეულის დაზოგვა და გარემოზე უარყოფითი გავლენის თავიდან აცილება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროექტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც განხორციელდება. შეიცვალა მთლიანად დათბუნების სისტემა, ასევე ცხელი წყლის და გათბობის ჰიბრიდული სისტემა დამონტაჟდა, რომელიც ბუნებრივ აირზე და მზის ენერგიის გამოყენებით მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს როგორც ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებას და ასევე ეკონომიკური ეფექტი ისე დაახლოებით 30%-მდე ხდება ენერგიის ხარჯების დაზოგვა. თავარი მიზანი, რაც მერების შეთანხმებით გვაქვს, უშუალოდ ვალდებულება აღებული, რომ შევამციროთ CO2-ის გამონაბოლქვის მოცულობა. მარტო ეს ბაღი შეამცირებს წლის განმავლობაში 17 ტონით CO2-ის ემისიას ატმოსფეროში. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვქმნით ახალ ენერგოობიექტებს, ახალ წყაროებს ელექტროენერგიის და ძირითადი გამოწვევა სახელმწიფოს არის, რომ ჩაანაცვლოს იმპორტირებული ელექტროენერგია რუსეთიდან. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, შექმნა ენერგოეფექტური სხვადასხვა ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი გვაქვს, რომ ყველა ქალაქში განხორციელდება